საღამოშიდობისაც ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შევხვდებით ერთმანეთს და ისევ გაცნობთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან კარგ სტუმარს. წარმოუდგენლად შენი გვარი, რა თქმა უნდა, სასწაულკაცს ნიშნავს ხომ ასეა და მართლაც ასეთი ხარ შენ საქართველოში. ჯონი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მხატვარია, არაჩვენებად კარგი მხატვარი და ძალიან საინტერესო მხატვარი. ეს პატარა ისტორიას მოყვები, როგორ გაგიცანი ხო შეიძლება პატარა შესავალს გავაკეთებ. ნიუ-იორკში გვაქვს გამოფენა. გამოფენა არის არტ ნიუ-იორკია. და იქ დაქირავებული გვაქვს რაღაცა გალერეა მოვახერხეთ მე და ჩემ მეგობარმა დავიქირავეთ რაღაცა პატარა სივრცე და გამოფინეთ ნამუშევრები. და ეხლა დავდივარ, ექსას გალერეამდე იყო მე მგონი ხო ჯონი გამოფერილი. და ერთ-ერთ გავიდე ერთი ბოქსიდან მეორეში, მეორე და მესამეში და ერთ-ერთ რიგში ვხედავ კაცო კახეთის პეიზაჟები. კარგად გაკეთებული, რეალისტურად, ძალიან კარგად გაკეთებული კახეთის სიღნაღი, ვენახი ხედავ კაცო საიდან ამ სიშორის ამერიკაში მე 10 წლის წინანდელი ამბავია მე მგონი ეს თუ მეტი არა 99 წელში მე მგონი აი ეს უბრალოდ ცოტა მეტი 15 წელი გამოვიდა ხედავ ყურებ და თან ხედავ ზის ეხლა გეხარ ქართულს მაშინ ცოტა პროგრამა თბებს ყველანაირად ქონდა წერის ხედავ ნამდვილად ქართული არის ამდენი კახური პეიზაჟი ამდენი სიღნაღი ამდენი ალაზნისველი და მაშინ გამომელაპარაკა ჯონი ქართულად გიარა ხარო აი ესე მითხარი პირდაპირ თუ მეთქი მე ვარ ქართულად და აი მის შემდეგ მართაც აი მართა ორდემანი ხარ ჩემოსაყვარელო მოახდინე სასწაული ჩემზე იმიტომ რომ რეალურად მართაც სერიოზული რამ იყო ეს და იმის შემდეგ ყოველთვის გაკვირდებოდი და მართლაც ახლა მითხარი და მაყურებელს უთხარი ვინ ხარ შენ საიდან მოხდი საქართველოში და ესე იგი რასაკეთებ საერთოდ მხატვარი ვარ რასაც თავარი ჩემი თავარი მოვაციობა და მაგრამ საქართველოში გამოჩნდებს სხვა გზით. თან მხატვრობა და ფერწერის გარდა ძალიან მიყვარს მუსიკა. მე თვითონ ახალგაზრდობაში უკრავდი ფლეიტაზე, კლასიკური გიტარაზე და მიყვარდა ხალხური სიმღერები სხვადასხვა ქვეყნებში. მე ნახევარ გერმანელი ვარ, ნახევარ შოტლანდელი და ჩემი სინაპარის შესაბამისი მუსიკა მიყვარდა და დავდიოდი ხოლმე მაშინ არ იყო იმდენად ცნობილი თქვა ეხლა ამერიკაში ყველა მუსიკის მაღაზია აქვს ესეთი განსხვავებული ადგილი ხალხური აი სოფლიოს მუსიკა ხალხური სიმღერები მაშინ იყო ეშვიათად და შევიდა მე ერთხელ მაღაზიაში რიჩმონდ ვირჯინიაში და შევხვდე ჩანაწერი რომელიც ქვია ქართული ხალხური სიმღერები დღეს მან იყო სამი ანსამბლი თიები იყო სოენარი იყო და მზეთამზე შევიზინოთ ეს ჩანაწერი და 15 წლის ვიკავი მაშინ. რომ მოისმენეთ, რაღაცა აი გაიგვიძა ჩემში. აი ძალიან ჩემთვის არ ვიცი ეს ჰარმონია, რიტმი, ყველა ქართული არ მესმოდი, არც არაფერი არ ვიცოდი საქართველოს შესახებ. და ამ ჩანაწერის შეძინის დღეიდან დავიწყე სწავლა. აი რომელი სიგნები დავდიოდი ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკაში ვეძებდი ლიტერატურა ინგლისური ენაზე საქართველოს შესახებ და ყველაფერზე ვიკავი თანახმა ესეც კი წავიკითხე ქრუშჩოვის პერიოდში როგორი მოსავალი იყო ათამი სოფიო გურჯანში აი არაფერი აი ლიტერატურა არ არსებობდი და აი აქედან ვკრეფავდი ინფორმაცია შოთა რუსთაველის ფეფხის თავისანი წავიკითხე აჟებშაველის პოეზიის წავიკითხე საქართველოს ისტორია რაც იყო დაწერილი დავიწყე სწავლას და იმ პერიოდში 16 წლის ვიკავი როცა ამერიკის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ბოლტიმორში არის ყველაზე ძველი Maryland Institute ჰელონების კოლეჯი ჩავაბარე იქ და სწავლობდი და პარალელურად ცდილობდი ყველანაირად რომ თუ რამე ქართული ჩანაწერი ავსებობდი მაშინ ინტერნეტის მაღაზიები და რაღაც ნაკლებად იყო ჯერ არ იყო საერთოდ და ზნელი იყო რომ რამე შევისალე მაგრამ თანაც ბიბლიოთეკაში ცხოვრობდი და საშუალო უფლება მქონდა რომ შევუკვეთე იშვიათი სიგნები და თვითონ ინსტიტუტისთვის ხო და ბევრი აი ქართული სიგნები შევუკვეთე რაც ეშოვებოდა იმ პერიოდში როგორც ფერწერა როგორც მხატვარი სწავლობდი მაგრამ ჩემი მთელ ბუნებით უფრო რაღაც ტრადიციული მიდგომის ადამიანი ვარ და მაშინაც ახალგაზრდობაში 16-17 წლის სამხატვრო აკადემიაში რო სწავლობდი არ მომეწონა ამერიკაში სწავლა მაგის გამო რომ მართლა რეალისტური სკოლა მინდა და ტრადიციული სკოლა ძველ ფერწერის არ დაგაგმაყოფილოთ თვითონ ისესაც გასწავლდნენ ხო? კი და ძალიან ეხლა კარგი თუ სუდი სხვა თემა მე აქ არ მინდა რომ შეფასება მივიცი მაგრამ საჩემო ეს არ იყო
და რო დავიწყე ზებნას სად არის ტრადიციული ფერწერის სკოლა გადარჩენილი, შენახული კიდე, აი ძველ პერიოდიდან, მადრიდში იყო, ლონდონში იყო და მოსკოვში ვიპო, პეტერბურგშიც იყო. რაც მე ვიშოვე იმ პერიოდში და რომ ნახე თვითონ მოსკოვში სტუდენტები როგორ იმზადებოდნენ და ჩაბარებისთვის როგორ გამზადებული ანატომია და ძველ ტრადიციული სკოლა რამდენად იქნა მაგისტრის მზად სურეკოვისკი მე მაშინ სურვილი მქონდა რომ იქ სასწავლებლად და იმ პერიოდში დაურეკე მე ეხლა ამერიკელი ვიქავი და მიჩული ვარ რომ როცა სტუდენტი უნდა სადმე რომ ისალ უცბად პოსტი გიგზავნებენ კატალოგს, რეკლამას, აპლიკაციები და მასის შემდეგ იქ რეკავთ ერთი რუსი ვინც იყო თავარი უცხოელების სტუდენტების დეკანატში და მიფასხო ესეთი რამე რა სამალთ აი როგორ შეიძლება რომ ამერიკელი ჩვენთან სურეკოვის ინსტიტუტში ისწავლოს რომ აიო არის ვერ გაგიგეო რომ ამერიკაში უკვე кайხნისინ არ არისო სკოლა არანაირი არ არის გადარჩენილი და ხო და დახურე ტელეფონი და არ მილაპარაკე არ დაგელაპარაკე ესე დაგიგე და ყურბილი დაგიგე ესე პირდაპირ ცოტა გაუქვირდა მაგრამ მაინც რაღაცა რომ მე გადაცვეთა ცხოვრებაში ვერ ჩერდებით აი ალბათ თქვილად არ არის რომ ფიზიკში ცხოვრობ და აი მართლა ჯურები პირდაპირ დავდივარ რამის თუ მომინდება მაგარი ხო და მე წავიდე რუსეთში ვიქირაო პატარა სახლი აბრამსევაში სადაც ადრე ძველი ხათვრები ბევრი ცხოვრობდნენ აბრამსევაში კი და ხათავდი პიზაჟები და სექტემბერში როცა უკვე ყველა სტუდენტები ბრუნდებოდნენ პრაქტიკიდან მივიდე სურეკოვის ინსტიტუტში და თქვა რომ აი ჩემი ფერწერა მართალი ამერიკელი ვარ მაგრამ ძალიან სერიოზული მიდგომა მაქვს ფერწერის მიმართ და იქნებ რაღაცებს მოახერხოთ ხო და რო შეხედეს ფერწერა მართლა ცოტა გაუქვირდნენ არ ელოდებოდნენ ეს და ზუსტად იმ დღე იყო კრება ყველა პროფესორები ფერწერის ფაკულტეტიდან იყვნენ შეკრებილი და მაშინ შემოიტანეს ჩემი ნამუშევრები და არანაირი გამოცდა არაფერი 5 თუთში მე უკვე ჩაბარებული ვიქავი ზაბელნის სახელოსნოში ზაბელენი ვიაჩესლავ ნიკოლაევიჩ ცნობილი დიდი მხატვარი უკვე გადაიცვალა და იმ პერიოდში მიმიღეს და ესე დავიწყე ჩემი ფერწერის სწავლა თქვა აქეთ აღმოსავლეთ ევროპაში იმ პერიოდში დადიოდი ნატურას როგორ შეეჩვია შიშო ნატურაზე კლასი მუშაობდა აკადემიურად კი არა ჩვენ ეს ამერიკაშიც ყავდა ნატურები მოდმივად მაგრამ იქ სვანერი არის იქ ძალიან ბევრი იქოდნენ შიშველა და რაღაც გიმნასტიკისავი ხო მალე მოძრაობა 5 წუთში იცვლიან ფორმას და მოძრაობას ეს ნაბროსკების ვარიანტში რუსეთშიც იყო მაგრამ მე პირველი დღე როცა დავიწყე სწავლა სურეკოვში 3 პროფესორი იყო რომელიც ვაშლის ნატურმორტი სტილობდნენ რომ დააკენე დაგზელდა 3 დღე 3 პროფესორი 3 დღე ან თილო ცოტა აკეთ ან შეცვალდნენ თილო ან კალათა ცოტა გვერდულად ხო და მე ფიქრობ ვაიმე მე ტრადიციული სკოლა კი მინდოდა მაგრამ მე 16 საუკუნის ჰოლანდიაში რომ ვიქნებოდი ეს არ ველოდებოდი ხო მაგრამ ესე მოხდა რომ მართლა საჩემო სიტუაცია სერიოზული სკოლა იყო სერიოზული პროფესორი იყო მაგრამ ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არ დამავიწყე როცა იყო ჩამოსული ანსამბლები სიმღერის თუ ცეკვის მაშინ ხშირად ჩადიოდნენ მოსკოვში ყველა კონცერტები დავიცრო და უკვე ქართული დიასპორა შურიდან მისრომ რაღაც ქერთმიანი ბიჭი არის რომელიც აშკარად ქართველი არ არის მაგრამ ყველა ჰონიეზებები დაისრო და დავიწყე ცოტა მეგობრობა გავიცანეთ ქართულ კულტურული ცენტრში არბათში დადიოდი მზიურში იქ სწავლობდი ქართულ ენას მე ერთი მსხეთელი გოგო იყო ჩემთან მეზობლად ცხოვრობდი მაგლა სულიდი მე ინგლისურს ვასწავლობდი ეს ქართულს მასწავლობდი და 95 წელში ვიქავი პირველად დაპატიჟებული თბილისში ეს ოჯახი გვამიჩავების ოჯახი იყო და დამპატიჟე და პირველი საღამოც ამიყვანა რესტორანში რა თქმა უნდა ქართული სესი და რესტორანში სამიყვანა და წავიდე კეიპი აუ მე ახალგაზრდა რომანტიკული მხატვარი ვარ და ღვინო და საჭმელი და ხალხი ესე აი გულიანა რო ამბავდი საგრედელოებზე და თავისი გრძნობებზე ხო წარმოგიდგენია რუსეთის შემდეგ აი შოკში ვიქავი და მაგრად მომეწონა სიტუაცია და ერთი არ ვიცი მე-10 თუ მე-12 საგრედელოს შემდეგ დაუძახე თამადა რომ აბა მუსიკოსები მოვიდნენ და მოდი მედუდუკები შემოვიდნენ დაიწყნენ დაკრას და მე უყურებ რომ ვიცნობთ
ხო და ერთი სნობდი ეს თვით არა სმენი კი არა ვიზუალურად და დაამთავრე დილის ზარი დუდუკები და მე უთარე ელდარი შენ ახარ ხო და ამ ჰელა კამეჩივი კაცი არის სნობერი მე დუდუკელი არის და გაკვირებული მიქორებს და თქვა რომ მე კი ელდარი ვარ მაგრამ შენ ვინ ახარ თან ქართულად ვიკითხე და თლა გაუკვირდა დაახლოებით მე გამიგეთ გია შენ ახარ ასე მითხრე ნიუ-იორკში მაშინ ხო და მე უთარე რომ მე ჯონი ვარ მხატვარი ვარ აი ქართულად ეხლა სწავლობ ენას და ძალიან მიყვარს საქართველოს და ალბათ თქვენი ყველაზე დიდი ფენი ვართ ამერიკიდან კაცმა ითირე თქვა რომ მე არ ვიცოდი რომ მე იცოდი ჩემ შესახებ საერთოდ ამერიკაში და საიდან იპოვეს ჩანაწერი ან 15 წლის რო ვიქავე ეს ჩანაწერი რო შევიზინა სოიენ არის სამკვანი იქო ეს ელდარი პირველი ღამე თბილისში ჩამოსვლა ეს დაინთხვა და უცბად ჩემი შიგნით და სამყარო რო ჩემი ერთიერთობა საქართველოსთან უბრალოდ შემთხვევით რო არ არის ეს უკვე ბოლომდე დაამტკიცა ამ მომენტი ამ ფაქტი იმ პირველი ჩამოსვლა ჩემი 95 წელში ზირეთად მარტო რაც თბილისთან ახლოს იყო ვიქავი ძველ თბილისში შიოგვემის მონასტერში ანანორში რაც ახლოს იყო მსხეთე რა თქმა უნდა და მე დაბრუნდა რუსეთში უკვე 96 წელიდან მე უნდა და მქონდა თემა სადიპლომო შრომისთვის დიდი კომპოზიცია უნდა და დავხატე და ჩემი ინსტიტუტი მომცა არჩევანი შეიძლება პრაქტიკისთვის რომ წახვიდეთ და მასალა შევაგროვებთ თემისთვის ან ლაუში ან საქართველოში ნუ რა თქმა უნდა ჩემი ერთიერთობა საქართველოსთან უკვე ჩამოყალიბებული იყო და თქვა რომ საქართველოში მივიდივარ ლაუში თქვენ სახო ხო და ჩამოვიდა მე საქართველოში თან რეიქავდი ჩემ მეგობრებთან და თქვა რომ მე მინდა ესეთი ხარი სადაც ყველაზე ქართული სული ყველაზე იურლად შემეძლო დანახავ თან ქალაქში არ მინდა სადმე სოფელში მინდა რომ იყოს და იქ მაინტერესებ ოჯახური ტრადიციები სიმღერა უკვე ძალიან მიყვარდი და მინდა რომ რაღაცა თემა ესეთი სურათი რომ ტრადიცია როგორ ინახავს ოჯახური სითბო და მრავალთაობები რომ ერთად არის ერთად ინახავს ოჯახი თავიდან ბოლომდე აი ეს იყო თემა მაგრამ რა ფორმით უნდა გამოხატოს არ ვიცოდი ნუ ეს ოჯახი მიუხედავად მეგრელები იყვნენ თქვა რომ კახეთში უნდა წახვიდნენ ხედავ შენ კახეთში უნდა წახვიდნენ შენ რაღაც საოცარ გზნოებს აგვიზებ თვით ქართველებში შენ თვით კი კახეთში უნდა წახვიდნენ და თქვა რომ ეხლა შემოდგომა იქნა მრთველი და მრთველის დროს ნუ მან არის საეკლესიური დღესასწაულები შუამთოობა ალავერდობა მანვე თუშები ჩამოდიან სექვა სიმღერა ყველაფერი დოლგარმონი ნუ იქ რაც შენ გაინტერესებთ იქ ალბათ ყველაზე ბუნებრივი დანახავთ ხო და გადაწყვეტოთ კახეთში სასვლა და თემა მქონა აი ძალიან ძნელი მხატვრის სოვრობა ხო ვალდებული ვიქავი რომ თელი შემოდგომა დავისრა სუპრა და რთველი და ხალხური სიმღერა რომ მასალა შევიკრებავ. ეს გიზები ძალიან მძიმე და სუპრა და ეს მთელი ცხოვრება მასალას აგროვებს სუფრაზე და მელახებში გაგზავნა. მე ამ მასალით უკვე დავბრუნდი რუსეთში და ბევრი ესკიზები მქონდა და უკვე დავისხა მუშაობა კომპოზიციაზე. 97 წელში კიდე ჩამოვიდა, მაგრამ ამ 96 წელში ალბათ ღირს რომ ანიშნავთ რომ მაშინ ჩემი მასპინძელი თელავში იყო ვანო იანტაბლიძე სახიობი არის და თან ესეთი დიდი ქართული სული აქვს ვანოს და ესე მაჩვენე ქართველობას მაშინ კახეთში რომ ალბათ მისი დამსახურება რაღაცა ნაწილი რომ გადაწყვეტა რომ აქ მინდა დარჩენას ხო და ვანო მითხრა რომ თუ მხატვარი ხარ ჯონი და კახეთი გაინტერესებს სიგნალი აუცილებლად უნდა ნახეთო ვანო მითხრა ეს არა საოცარი გამომიგზავნა სიგნალში. ეხლა თირის ამას რა ჯანება გამოგიგზავნა სიგნალში, ნეტე გეთქობოდი რომ ტელევიზია უკეთესი არაფერი არა. ჩემი მეზობელი იქნებოდი. და სიგნალში, ესე იგი, ავდიოდი საღამოს საათებში, ნასვამი ვარ კეიპის შემდეგ და ძველი აი ქვითელი ავტობუსი მაქსოს 1-4 საათი უნდა და თელავიდან სიგნალამდე ასლა. თან გზა იყო სუდი, თან მანქანა ეს ავტობუსი ძველი იყო 97 16 წელში ეს. საშინელება ხდება. შუქი არ არის არაფერი დაანგრეული ხო? მაგრამ ეხლა სადაც
სადაც შენი გული, მანდ არის შენი საუნჯა. და ბრავო ჯონი, ახტაცებული ვარ. მე მაშინ ავდიოდი ავტობუსის სიგნალში და ბურუსი არის და სულ რამდენიმე 5-6 ადამიანი ვართ ამ ავტობუსში და ორი ქალბატონები იყვნენ სიგნალერები, რომელიც მაშინ პროდუქტებს ან უჭირდა სიგნალი, არაფერი არ ეხდებოდა სიგნალში. ერთ ელემენტარო ხილის შეძინა იყო ძნელი და ესენი გადასულები ყოფილან გურჯანში, რომ უფრო იაფათი იყო და ბროციული ჩორჩხები, რაღაცები პატარები ქონდათ პარკებში, მაგრამ ორი ასაკოვანი ქალები იყვნენ სასული პროდუქტების შეძინა, წარმარგენად. სიგნალში რომ მივიდე, ესენი რომ ათხოვდნენ რომ უცხოელი ვიქავი, გამოვიდნენ ავტობუსიდან და მომსა, თქვა რომ ეს თქვენთვის არისო და ვიკითხა რატომ რა დავიმსახურე არც მშიართ არაო ჩვენო სტუმარი ღვთისა და ძალიან გვიხარია რომ უცხოელი მოვიდა სიგნალ. ეხლა პირიქით შეიძლება სიგნალელები ეთქვენ აი იმდენი მოდიან რომ ნეტა დაგვასვენეთ ცოტა ხანი. მაგრამ მაშინ ჩემთვის ეხლა თან გაგახსენეთ რომ მე შუა მოსკოვში ვსაუბრობდი და დამოკიდებლობა სუსვანაერი იყო და ძალიან ესეთი სიტყვა ელემენტარული და მუსიკალური არავინ არ მოგაფერებს ეგრე იოლად მოსკოვში. მივიდე სასტუმროში. ეხლა მე მგონი სასტუმრო სიგნალი ქვიეს, ეხლა კარგად გარემონტებული, მაგრამ მაშინ იყო ყოფილი ტურისტი, დარჩენილი, ჩაკეტილი, არაფერი, არც გაზი, არც შუქი, არაფერი არ არის. და მივიდეთ ამ რეცეპშენზე და მკითხავდნენ როგორი ნომერი იქენდა, ლუქსი თუ არა ლუქსი და მკითხავდა და სხვაობა რა არის. და ერთ ლარში არის სხვაობა და ვიფიქრე რომ ერთხელ ცხოვრობდა, მომეცი ლუქსი. რატო ეს ყველაფერი მოგიხვები რომ დილი გავიგვიძე 6 საათზე ცოტა ფახმელიზე ჰაერი იმენდა და გავიდე აივანზე და უყურებ სიგნალს. ქვემოთ არის ესეთი პატარა ძველი ქალაქი, კრამეტით დაფარული, სიგნალის ქვეშ არის ნისლი და ნისლის მაღლა კავკასიერ აი მეფობს. აი აბსოლუტური გამჩევალი ესე რომ ყველა აი ბილიკი ქიჩანდა თათუშეთში იქიდან. ეს ხედავ უყურებ და ვფიქრობ საუვანოს მართლა აქ მხატვარი უნდა ისოვროსო. იმ დღესვე ალბათ 10 თუთი არ გავიდე გადასვეთა რომ სიგნალი უნდა შევიძინა სახლი. FM 102.4 შეგადებული სამთავრობო საათი. გამარჯობა დღეს 4 შაბათია, მე ვარ ნატალი ჟარი. საინფორმაციო ინფორმაცია დაიწყო ჩვენ კონკრეტულ დაპირებებში ვარ. სპორტული თოქ-შოუს და შეგამიწვევთან გამარჯობა საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1 ერთად ერთ ტალღაზე. ეს ერთადერთი თოქ-შოუ, რომელიც სპორტის ყველა სახეობას აშუქებს. ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურ სიახლეებზე, ვიხსენებთ ქართული სპორტის გამარჯვებებსა და საუბრობთ ქართული სპორტის მომავალს. სტუდიაში ვიწყებთ პროფესიონალებს. სატელეფონო ხაზზე ყავს გულშემატკივარი. არენა ყველასათვის ღია. არენა დავით მინაშვილთან ერთად. პირველი არხი და კიკალა სტუდიო წარმოგიდგენთ დავით მესხიშვილის საავტორო გადაცემას ავტოპილოტი. ჩვენი გადაცემა ავტოპილოტი აქტუალურია ყველასთვის, ის ეხება როგორც მგზავრებს, ასევე მძღოლებს. ჩვენ გადაცემაში განვიხილავთ საგზაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიღწევებს და 21 საუკუნის ტექნოლოგიებს. ჩვენ ამ თემებზე უბრალოდ კი არ ვსაუბრობთ, არამედ თითოეულ ამ საკითხზე გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც ვაწვდით საზოგადოებას მათივე უსაფრთხოებისათვის. დილა სასიამოვნო ინფორმაციით უნდა დაიწყოს. პრობლემების მოგვარება დილიდან უყურადღებია. ვირჩევთ მუსიკას კარგი განწყობისათვის, ნებისმიერ ამინდში. დილა სპორტის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ დილი დაზრუნავთ მაყურებლის ჯანმრთელობას. ჩვენი დილა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. და 18 წელში დაცვა იყო ჩემი სადიპლომო შრომა, რომელიც იყო ესეთი თემა ოჯახი ზეიმობს, ესეთი ბარაკის სული არის ჰაერში, მთელი შემდეგ და აი ეს იყო თქვათ ჩემი გზა, როგორ ქართული ხალხური სიმღერა დამანტრიგა, საქართველოს შემოყვარდა, მაგრამ როგორ გამოჩნდა აქ და თან სიგნალში. 98-ში როცა უკვე დავისვას დიპლომი
მე მგონი 3 დღე გავიდი უკვე საქართველოში ჩამოფრინდი და სულ აკავართ ამის შემდეგ. რა მაინტერესებს ბიჭო, როგორ აღიქვეს ეს სიღრაღის ეს პეიზაჟი და საერთოდ სურათი როგორ აღიქვეს მოსკოვში ჩაიტანე? ხათრები და საერთოდ ეს ისოდებული თორჩისკი ინტელიგენცია ძალიან კეთილი თვალით და დიდი ინტერესი ქონდა, მაგრამ ცოტა მშიშარები არიან, ესენი каждый рассуждает в мере собственной испорченности, ხო? Анда თვითონ რო რაღაცა არასწორი პოლიტიკა აქეთ ქონდა, ეგონა რო ალბათ ანალოგური ქართველები ესეთი დამაკიდებლობენ მაგითან და შიშის გამო მაინც და მაინც არ მოდიოდნენ აქეთ, რაღაცა თხილად უყურებდნენ საქართველოს. მე როგორც მახსოვს შემერეთელი ჯგუფები ჩამოყავდა, ხო აქ და ეტიუდებს აკეთებინებდი სიგნალში. კი, მე თრის ნამუშები მახსოვს იქ სიგნალშიც, თელავშიც ჩამოვიყვანოთ, აი ბევრი კლასიკური მუსიკოსები, მხატვრები, ზოგი იტალიიდან, ზოგი ეთიოპიიდან, მაგრამ ბევრი რუსებიც, უკრაინელებიც იყვნენ მაგის შორის, რომ მინდოდა რომ ვაჩვენეთ, რომ აი რა იყო საქართველოს და როგორ იყო. ყოველ შემთხვევაში ახლო მეგობრები დღემდე მოდიან, აი ორჯერ წელიწადი მოდიან და ესენი უყვართ საქართველოს როგორც თავისი საკუთარი. მაგრამ ბევრს ესე სიფრთხილით უყურებდნენ და თან ფიქრობდნენ, რომ მე რაღაცა ბოლომდე არ მქონდა დალაგებული საქმე რატო მივდი რატო ამერიკელი რა უნდეს მან აი ნაუმარი ქვეყანას არაფერი არ მუშაობს და დიდი კაჩარები და ბანდიტები და ყველაფერი რა უნდეს იქობს ვერ ხდებოდნენ და მე როგორ შემოდის აქ ყველაფერი მე დაოჯახდი როგორც მე ვიცი იქ და 98 წელში ესე იგი ჩამოვიდა დიპლომისთვის უკვე დიპლომის შემდეგ შემოდგომა არის და დილით ავდგებოდი, რაც მზე ამოდიოდი, ხათავდი მთელი დღე და რაც მზე ჩადიოდი, საქმე არ იყო გასაკეთებელი სიგნალში, არც დენი არ იყო. არც არ ვიცნობდი და ხო და ნაფტის ლამპით კითხულობდი ცოტ-ცოტას, სანამ თვალები არ მეთქინებოდი და მე მეძინა და ველოდებდი მზის ასლაზე. და ერთი საღამოთი მესმოდი შვენიერი მეგრული ნანა. სამი ადამიანი ღეროდნენ ჩემ ფანჯარესთან. ხო და მოისმენე და გამიკვირდა. არც ვიცნობდი თითქმის არავინ სიგნალში იმ პერიოდში უცბად ჩავიცმენ და ბნელ უბანში თამარ მეფის ქუჩაზე უკან მივდიოდი და მან იყო დღევანდელ დღეს ვინც არის ჩემი მეგობარი კეთოვანი, მისი მეზობელი გოგო და მისი ძმა. ძმა შეწუხდი რომ სიბნელეში ვინ დაგვდებს და ვინ უკან მოდის და მოაბრუნებს სხვა რომ შენ ვინ ახარო მიკითხავს. და მე უთხარი რომ აი ვიცანი რომ ჩემი მეზობელი იყო ეს არ ვერ მიცანი და მე უთხარი თქვენი მეზობელი ვარ და ამერიკელი ვარ ნუ გეშინია მე უბრალოდ ძალიან მიყვარს ხალხური სიმღერები და თქვენ რომ მღეროდი არ შემეძლოდი რომ კაი ბიჭი ხარ ხო და ჩელებრი ხო და იფიქრეს ესენი გაჩერდნენ ერთი თუ თქვა რომ მაშინ სამოდი ჩვენთან ერთად და მიდიოდნენ თავისი მეგობრებთან სულხანიშვილის ოჯახში სადაც სუსვა საქართველოს ნახე ამიტომ მანამდე ესე თუ ესე ჩემი მეგობრები თელავში და თბილისშიც იყვნენ მოკეპი ხალხი რომელიც თუ დაუჯდნენ სუპერსტარ უკვე ახლა ფიალიდან ახლა კანციდან საჭმელი ბლომად იმ რთულ პერიოდშიც მაშინაც იყო გაისოვრობა ყოველ შემთხვევაში სუპერსტარ ხო და იქ რა ნახე იყო კაკაო ჩირი კონიაკი სხვა არაფერი არ იყო მაგრამ გალობდნენ და მღეროდნენ სანამ მზე არ ამოდიოდნენ და ეს ახალგაზრდები ესე იტანდნენ ეს რთულესი დრო სიგნალში. ასე გადაქონდა დრო ასე იტანდნენ ამ ყველას რთულ. და დადიოდნენ მონასტრებში, ხელნაწერების ინსტიტუტში ძველ გალობას სწავლობდნენ, დადიოდნენ ლოტბარებთან, სიმღერებს სწავლობდნენ და ნახე რომ მიუხედავად რომ ესეთი აი ხმაური და სოციალური სიტუაცია არ იყო რაც მე ვიქავი მიჩეული რომ ძალიან დიდი სიტყვა და დიდი სიყვარული და დიდი რწმენით ალბათ იმ მომენტში უკვე დავიწყე ინტერესი ქართული მართლმადიდებლობაში და ეკლესიაში და მოკლედ რა თქვა სრათვის შემდეგ უკვე იჯრისერე ქონდა მე და კეთოვანი ალავერდის მონასტერში და საოცარ ისტორიას ხვები რა მეინტერესებს და გრძელდება ეტიუდების კეთება ვენახში დგეხარ ეხლა რა მე საინტერესო რაღაცა იყო ხო ვენახში ერთხელ სილვა ზაფხულში ხო მე დაიბადა ახალი ეთოპი ჩემ სოვრობაში ჩემ ერთერთობა საქართველოში რაც ქვია მეღვინეობა მაგრამ ესე მოკდა რომ მე არც ვეძებდი არც მინდოდა არც თვითონ არ გადაწყვეტა რომ სოვრობა ესეც ამიყვანა და მე ხათავდი დაბლა ალაზანის ველში ქიზიქში ცხელ არის ზაფხული ავგუსტოში
გაგახსენე რომ ქაჰეთში აი ზაფხულში თვერი არის, ბევრი ყველაფერი უკვე გამხმარი არის და აი ამ სიტუაციის სტილով რომ დავიჭერე ფერცერე. და ვან გოგისაც ხო არ ფიქრობდი ცოტა. ხო, ჯერ ორივე ქური მაქვს ადგილზე და. და გაიარე ერთი ახალგაზრდა პატარა ძველ ტრაქტორი რა, ნახე ძლივს რომ სიცოცხლის უნარი ქონა ამ ტრაქტორს და კვირის იქიდან რომ გამარჯობა ჯონ, მე გელა პატალიშვილი ვართო და შენ შორიდან გიცნობ და უნდა დახპატიჟე ჩემთან ბოდბის ხევში ოჯახში. ხო და რაღაცა არ მესმის კარგად, თან შორიდან მიკვირეს და ერთი გამორთე ეს ტრაქტორი რომ არ მესმის კარგად რა, ერთი აი ვინ მილაპარაკობს და მეორე ესე რომ კვირის რომ არ მესმის და არავ, ვერ გამორთოს, სტარტური არა მაქვს და დასაქანი ადგილი არ არის რომ დავაგორო და როგორ დამქოკაო. ხო და ყარო ბოდბის ხევში იქითხავ გელა პატალიშვილი და მონი ჩემთან ოჯახში. ნუ მოკლედ მივიდეთ. მან და რა შეესახმეო? არა ესე ნახეო შენ რომ ოპლი ქონდა და თვერს რო სუნქავ და სტილობ რომ ეს შუქი როგორ თამაშობს ვაში, საღამო შუქში. ხო და მიხვდი რომ შენ ესეთი არანორმალი ხარ როგორც მე. ხო და დაიწყე მოქვაბა ვაზი, რა ნიშნავდა მისთვის ვაზი. ნუ ადამიანი ესეთი გაზრდილი ვენახში. აი თავის мама, папа, სკოლას ესე აი ქახეთში რომ ამბავენ რომ ვაზრო ილაპარაკე და თვითონ რომ პასუხიც რო გაიგე. ესეთი ადამიანი არის. ეს ილაპარაკე და ეს პასუხი ესმის რა. და გულნათკივარი იყო და თქვა რომ ჯონ, მე ესე ხედავთ რომ ჩემი აზრით მიმართულება მეღვინობა არ არისო ესეთი როგორც შეიძლება იყოს არასწორი ფორმატში განვითარდება და ჩვენ გვაქვს უძველესი ტრადიცია რასაც ქვია ქვევრის ღვინო და გვაქვს ძალიან საინტერესო ჯიშები და ძალიან ცოტა მარანები არიან რომელსაც ამ მიმართულებაში მუშაობენ და მე ვიცი ეს თემა ყველაფერი და უბრალოდ მხარს დაჭირებ მჭირდება პატარა ფინანსური ინვესტიცია და მინდა რომ შენ ჩემთან ერთად ეს გააკეთებ შენ როგორც გიქვარს სიმღერა და ცეკვა და ეკლესია მე შორიდან ვიცნობ და არანაკლებად ნაწილი ქართველობა არის თვითონ ქვევრის ღვინო თავიდან უსმენ მეუთა რა გინდა ჩემგან აი ვენახი შევიძინოთ ერთად და საკეიპო ღვინო გვექნება თუ რას გავაკეთებ და არა ესე ავაშენოთ პატარა მარანი და ესე შეიძლება ნუ თავიდან გვეგონი რომ ჩამოსმული კაი ქვევრის ღვინო გვექნებოდი და ამით დამტარებული ყველაფერი ნუ დავიწყე ეს ვენახი პირველად შევიძინოთ და მე თანდათან სავლობთ ამის შესახებ სად შეიძინეთ პირველი ვენახი თიბანში და მე ესე მოვიდა ერთი ჟურნალისტი, მეორე ჟურნალისტი, ახლა ამერიკელი არის მხატვარი, რომელიც ქართულ ძმაკაცთან ერთად დაიწყე ქართული ტრადიციული ღვინო, რომელიც მარტო ქართული ჯიში, თან როგორც ადრე ლოტბარებთან მივდიოდი, რომ სიმღერები ვისწავლო ძველი და განსხვავებული, უკვე მივდიოდი ძველ პაპებთან, როგორი სესი ქონდა, არა მარტო კახეთში, ქართლში, რაჭაში, სხვადასხვა ადგილები, როგორი იყო ეს ძველად როგორ წარმოგენებდი ქართული ღვინო, სამწუხაროდ დასამალი ფაქტი არ არის, რომ საბჭოთა პერიოდში სარმოება ღვინო გადავიდა სრულყოფი რაოდენობაზე და არა ხარისზე. რაოდენობა და ეხლა შეიძლება ამ გლეხს შეიძლება ქონდეს თავის ოჯახში რამდენიმე ქვევრი, მაგრამ გლეხის თავის ტკივილები მილიონი ქონდა და შეიძლება ვერ უვლებდი იმ ღვინოს იმ დონეზე, როგორც საჭირო იყო, როგორც ძველ დროში იყო. სხვაშორის მაგაზე ბევრი მაქვს დაფიქრი, რა თვალსაზრისით, არც აკეთებდა ერთ წელზე მეც რატომ იცი, რომ ისე ტრადიციულად ყოველთვის ტრობა და დარბევა იყო და შეიძლება არ დაჭირვებოდა გესმის. იმაზე ფიქრობდა ცხოვრება წარმავალია და ერთი ზამთრის ეყოფოდა. კი. დაგროვებაზე არ ფიქრობდა. ან ფიზიკური ადგილი, ეხლა თუ გენერო დააძველე ქვევში, სარელი ქვევრები უნდა ქონა, როგორ მიიღე, ან პრობლემა არის. ამ პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი სტუმრები ყავდა, ან მხატვრები, ან მუსიკოსები. ჩემ მეუღლისთან მოდიოდი ყოველწელი საათი 40-დან 100 მომღერლამდე, რომელიც უნდა და ქართული სიმღერის ტექნოლოგია სწავლა და ნუ ესე გავხდი მასპინძელი კახეთში ერთ-ერთი რომელიც იცოდი კაი თამადობა, კაი ღვინო ქონია, კაი სიმღერე ქონდა და ყველას ქართველები და არაქართველები ბევრი მოსურველები იყვნენ რომ ჩვენთან მოვიდნენ სტუმრად. და მერი რომ ბრუნდებოდნენ გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისში, სულ გვიგზავნებდნენ წერილები რომ რა სუდია რომ ეს ქარვის ფერი ღვინო, ეს განსხვავებული ღვინო რაც დავლია შენთან კახეთში, არცად არ იშოვება საზღვარგარეთის ბაზარი. და მეუთარე რომ მე საერთოდ ქართული ღვინო არის, მაგრამ ქართული ღვინო არის კაბერნე სავინიონის ქორძენისგან არის, შარდენეისგან არის საპერავი, მაგრამ გამზადებული ევროპული სესით და მაშინ მიხვდი რომ მართლა ხალხი მოდიან აი ჩაქრულას უსმენენ
ჩაკაფულს ჩამენ, მიაკოლებენ კაიქისი ან კაიმსვანის კახური ღვინოსთან ერთად და მე რო ბრუნდებიან თქვა Პარიზში. ამ ქართულ სიტუაციის მონათრულ ადამიანს ჩვენ მეღვინებს არ ვაძლევთ საშუალო რომ ეს აჩვენეს ეს თავისი მეგობრებისთვის. რახან ეს ქვევრის ღვინო მან არ ავსიბობდი ბოთში ჩამოსმული. და მივხვდი რომ შეიძლება დიდი სეგმენტი ეს არ იყოს, მაგრამ არის საინტერესო სეგმენტი, თან ეს შედიოდი ჩემ ფილოსოფიაში, სიმღერე, გალობა, ეკლესიური ტრადიციის და ცეკვის, ყოველთვის ფიქრობდი, რომ რაც უნიკალური ეს აქვს ფასი. ეხლა ქართულს არ ეწოდეს შეიძლება მართლა აი საესტრადული მუსიკა შეიძლება ნიჭიერი იყოს, მაგრამ სხვა ქვეყნები არიან, რომელს სხვა მასშტაბით და სხვა სკოლით და სხვა ისტორია. მაგრამ შენ გაქვს ესეთი რამე, რომელიც არის აი უნიკალური, აი ესეთი ჰარმონიები აქვს ქართველები თავის სიმღერაში, რომ ბახევ რო სოციალი იყოს, შეიძლება კეთილი შურით უყურებდი ქართველები რა აქვს შექმნული. და შენ ეს არგენა რომ მოიქენოთ, შენ გაქვს ყველაზე ძველი ესე იგი მეღვინობის ტრადიცია დედამიწაზე და უგზავნეთ ევროპული ღვინო საზღვარგარეთის ბაზარზე? რატო ქსვენია შენი არის მშვენიერი. შენი არის აი ძალიან საინტერესო. უცხო ექსპერტები მოდიან და რაც უნიკალური და ქართული, გენაც ხათი იყოს, გენაც სიმღერე, გენაც გალობა, გენაც ქართული ჯიში და ქართული მეთოდიკა მეღვინობაში ეს მისთვის არის მთელი აი ახალი გახსნილი გვერდი მისი სიცოცხლე ძალიან საინტერესო და დასაფასებელი და შენ ეს ყველაფერი უყურადღებით თოვებ და სტილო რომ მიბაძებ რაც უკვე ევროპაში ძალიან ბევრი არის არასორი დათვლა არის ეს აი მენტალური ფილოსოფიური არასორი დათვლა ეს მომენტი ჩვენ ხო გვაქვს გვიჭის პრაქტიკაში გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი ეს გვაქვს ბუნებრივად აი არის ამ ადგილის ამ კულტურის აი ესეთია სისტემა ხო ევროპულია მაინც ხო ან დასავლურია შენ ამ შემთხვევაში ძალიან საჭირო იყავი გელა ქვია ხო გელას ძალიან საჭირო იყავი მე მართლა მივხვდი ესეთი რამე აი ეს არ არის კრიტიკა უზომა მთელი გულით და სული მიყვარს ქართველები და საქართველოს მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. მე ყველა ხედავს ამას. რომ სადამ არ ჩამოვიდეს იფონელი და შვედელი და ამბავს რომ აი შენი გულისქველი არის უფრო საინტერესო და ნამდვილი გუდაში თუ გააკეთებ და თუში რომ მიხედეს თავისი გულისქველი ეს უკეთესია ვიდრე თუში რომ სტილობს რომ ჰოლანდიური წესი გამზარდეს ქველი. რომ მანამდე ბოლომდე ვერ ფიქრობ თითქმის ქართველები თავისი განსხვავებები ქსვენიათ და მაგრამ რაც კი გაიგებენ რომ თურმე ეს ხალხური სიმღერი, თურმე ეს გალობა, თურმე ეს ქვევრის ტრადიცია. მე ეს გულით გრძნობდი, მაგრამ მართლა ღვინის ექსპერტი, რომელი ღვინის ექსპერტი ვარ, მე მხატვარი ვარ, ან როგორ ათახმებ ხა ამას ყველაფერს ხა ხატრობა თუ მეღვინეობა თუ არა, უხდება ძალიან ერთმანეთს. აი მაგეთ როგორ უხდება, აი შედარება გიქნება შენ ხა ესეთი სიკალეთ ლაპარაკობ. შედარება მაქვს, მაგრამ არ ვიცი, თქვათ. თქვი რა. ეხლა სოვრობაში მე მართლმადიდებელი კაცი ვარ და სტიხაროსანი და მაგითომ ეს არ არის თქვა არ არის გამოხატული მაგრამ შედერება აი ესე სარმადგენელი მაქვს ესეთი შედერები რომ ფერწერი არის ჩემი სული და მეღვინეობა არის საკვარელი და ხოდა ფერწ როცა ნამეთანე დროს უთმენთ მეღვინეობას აი გულიდან გრძნობ რომ აი ფერწერი დედაგითირებს რა აი სუსოთა ჰანში და ხოდა გულის მაინც გული და სული უკან ბრუნდება ოჯახში ბრუნდება ფერწერაში ბრუნდება ეს მაგრამ ეს საოცრება ეს არის რომ მე კი ბატონო ჯონი ვარ მხატვარი ვარ და რა ვიცი მეღვინობის შესახებ მაგრამ ეხლა უკვე რაც რამდენიმე წელით ამით ვარ დაკავებული ჩამოდიან ექსპერტები მარკეტოლოგები სამალიერები ღვინის კრიტიკოსები და ყველაზე არიან დაინტერესებული ორი რამეში. ქართულ ჯიშებს, რაც სხვაგან არცაც არ არის და არიან აი ძველ ქართული მეთოდიკა. და თვითონ არა მარტო ეს როგორც ლეგენდი და როგორც სარსული, აი თვითონ შედეგიც ძალიან აინტერესებენ. მე მგონი უნდა გასინჯო. უნდა გავსინჯო. აბა. ჯერ აი როგორც წესი და რიგი გავსინჯო ერთი თეთრი და მე ერთი სითელი და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახეობი ღვინო, ქართლის ჯიშები, კახეთის ჯიშები. ეხლა უნდა სვანი, კახური სვანი არის, ესე ქვევში დაკენებული მამაპაპურის წესი. სხვადასხვა ჯონი, ეხლა ახალი წელია ხო, ახალი წლის დღეებია და მაგრამ მაშინ თქვათ კიდევაც რა? აბა რა. ნუ სულ ბედნიერება უსურვოთ ჩვენ ხალხს.
ჩვენს მეგობრებს, ჩვენ საქართველოს და ჩვენს ამერიკას ერთად აღებული და გაგვიმარჯოს სუბედნიერება და სიხარული მეგობრებო. აქვია ამღვინოს? ხოხბის სრემლები. აჰა, ხოხბის სრემლები, წარმოიდგინეთ, საოცრება. ჩვენი შენ გაგიმარჯოს. შენ სიყვარულს გავუმარჯოს საქართველოს მიმართ და ყველას ერთად გაგვიმარჯოს, თელ ქვეყანას გავუმარჯოს. საქართველოს თავისი სიტყვით და სიყვარული უკვე გამარჯვებული არის. ერთი რამის უსურვებთ, რომ აი ქართველს ბოლომდე გაიცნოს თავის თავი. ამიტომ ქართველობა არის უზომოდ მაგარი და ბევრი ადამიანები უფრო მეტი ჩემსავით შეიძლება დავთოს თავისი სამშობლო, ამიტომ აქ ფობლობს განსხვავებული გენიალური კულტურა, რომელიც კიდე არის გადარჩენილი და ამ გადარჩენისთვის ყველა თვითონ ქართველს უნდა თანამონაწილეობა მიიღეთ მაგის დაცვა და განვითარება და შემდეგი თაობას გადაცემა. საოცარ სიტყვას ამბობს. გილოცავთ ახალწელს და მეგობრებო, აი ჯონის მაგალითი ჩემთვის მაგალითი იმისა, რომ ქართველობას გენეტიკა კი არ არის მხოლოდ, არამედ სულის მდგომარეობა. აი კაც არის ქართველი, იმიტომ რომ სულის მდგომარეობით არის ქართველი რა. ჯონი, ისე შენ გაგიმარჯოს და შენ სიყვარულს გავუმარჯოს საქართველოს მიმართ. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო. აბა მსვანი დააგემოვნოთ და მე სითელი მაგ საინტერესო ჯიში განსხვავ. აბა შავკაფითო თუ გაკასენჯოე. შავკაფითო არის ძველი ქართლის ჯიში არის და არის რა თქმა უნდა საფერავი თავისი ადგილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შავკაფითო ვერ შეცვლის საფერავის ადგილი როგორც მე მაგრამ როგორც სუბუქი ღვინო სითელი აქ ძალიან მდიდარი ბუკეტი აუ სასწაულია და ადამიანი რომელიც კაბერნე სავინიონი დარგოს ქართში და შავკაფითო უყურებს რომ ხუდება ეს ჯიში და არ არის გამრავებული ნუ ალბათ მე ვცემ ჩემ ხელს საკუთარი რა საკუთარი ხელს ღირსი კი იქნებოდა საოცარი ბუკეტია რა რისგან შედგება რა არის ეს შავკაფითო არის უბრალოდ ეს არამათი და ყველაფერი თვითონ ამ ქურძენში არის და მთელი საოცრება ქვევრის ღვინო რით არის საინტერესო მაგალითად კალიფორნიაში რომ მიდიხარ და ერთი ბოთლი ახალი ღვინო შეიძლება $1000 ღირდეს და კითხავთ რატო ღირს ამდენი ამიტომ ესეთი მეღვინისი გაკეთებული ანდა ყველაფერი არის დაბმული ესეთი კულტისავი ეს პიროვნება რომელიც შექმნა ეს ღვინო რომ იქ არის დამთავრებული და ეს ნობილი ღვინო აქვს გაკეთებული უბრალოობა და თავდაბლობა ქართული მეღვინეობა რა არის რომ სწორედ უნდა იყოს მოყვანილი ქურძენი თავის დროზე უნდა იყოს დაკრეფილი ქვევში უნდა იყოს დაბინებული ანდა მიცა და ღმერთი გაძლევს უკან მიცაში ბრუნდება ეს 6 თვე გავალთ რომ იშობიერეს თვითონ ქვევრი ეს შვენიერი ღვინო და მთელ დიდება იბრუნ პოეტიც არის გასო რა მთელ დიდება იბრუნდება თვითონ მიცა თვითონ ადგილი ანდა ეს დალოცული ქვეყანა საქართველოს და თავად ღმერთი თავად უფალმა რომელიც მრავალფერიანად შექმნა სამყარო 540 ჯიში დააჯილდა ქართველები ყველაზე დიდი რაოდენობა მრავალფერიანობა ქართული ჯიშები არის საქართველოში ავსტრალიელები ხარჯავენ $70 მილიონ წელიწადი რომ არაფერისგან ჰაერისგან შექმნა მოგთხოვნა თავისი ღვინოზე ჩვენ გვაქვს საოცარი ლეგენდი საოცარი ჯიშები საოცარი ადგილი საოცარი ტრადიცია და ფაქტურად შეიძლება თქვათ რომ ვერ ვიქნებ დღეს ჩოხები უბრუნდება თანამედროვე ყოფას, უბრუნდება საინტერესოდ და მე ვიტყოდი ოდნავ სკანდალურადაც. თითქოს დამქონდა საქართველო ჩემთან ერთად. ჩოხით. ესე ჩოხაზის შეარული შეუძლებელია. ჩოხაც მაცვია როგორც ყოველდღიურად პალტო. კულტურის ქრონიკას გავუძღვები აი ესე გამოწყობილი. ეს არის კამარი და გულისპირი, რომელსაც ხმარობდა ქალბატონ ნინო რამიშვილი. ეს თაფანაკი, რომელიც ერთ ხარზე იკეთებდა, რამდენადაც მე ვიცი. მე არ ვიცი რა სიტყვია მამაკაცები. მაცვია ჩოხა ის ნიშნავს რომ მე ვფიქრობ ასე ვაზრუნებ ასე მოქმედებ ასე. საერთოდ არ ჭირდებათ ქალებს ესეთი დასაწყება და ასე ვთქვათ მამაკაცის სამოსი. კაც ქალური ისეცა. კაცური. შეგვიძლია რამდენიმე კოსტიუმი წარმოგიდგინოთ, რომელსაც დღეს სუხიშვილებისა და რუსთავის მოცეკვავები მოერგებენ.
აუცილებლად ჩოხას გავიხდი და ჩავიწმებ ქართულ კაბას. აუცილებლად. ამის ჩოხას შეხედეთ ბატონო გორდე. ორშაბათს 22 საათზე ეკა ხოპერიას აუდიტორია. მუსიკა. Won't you stop and take a little time out with me? I love you, baby, and if it's quite alright, you remember No stopping. those times you hope you're gonna make it. 24 საათი FM 109. FM 109. FM 109. ეს არის ჩვენი მყუდრო სახლი, სადაც უკვე მესამე წელია ვცხოვრობთ. ეს არის ძალიან ცოტა ჭორაობა და ძალიან ბევრი საქმეზე ლაპარაკი. მაგრამ რეალურად ჩვენ სერიოზულ თემებს განვიხილავთ. ჩვენ ვცდილობთ მაყურებლის დღე უკეთესი გავხადოთ, ველოდებით მათ ზარებს და საინტერესო ისტორიებს. ძალიან ბევრი ადამიანი ეკავს. ეს ის ხალხია, ვინც უყურებს ჩვენს გადაცემას. და სხვათა შორის არა მარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც. დილის ტოქ-შოუ სამოთხის ვაშლები. ჩემი ღვინო იმოგზრა შვედეთში, ამერიკაში, ჰოლანდიაში, ჰონგ-კონგში. სლებიც არის იმ ბაზარზე და ჯერჯერობით არც ნალექი არ გააკეთა, არც არაფერი. თუმცა არის ბუნებრივი დამჯდარი ქვებში. ფილტრი არ არაფერი სულებები არ არის და არაფერი. ხოლო უკეთესი ხენ. ანდა იქიდან დასკნა უნდა გავაკეთებ ეს, რომ თუ ქვევრის ღვინო არის თვითონ სწორედ მოვლილი ქორձენი, თავის დროზე დაკრეფილი, სუფთა ქვევში დაცურული, ბოთლი თუ კარგად გარეცხილი არის. თავიდან რომ ვიცხებდი, გია, მეუნებოდნენ, რომ რას ამბობ, სუფთა ღვინო უნდა ჩაასხე ბოთლშიო, სულ გაგიფუჩდებაო. აბა თუ სუფთა ღვინო არ უნდა ჩაასხე, რა უნდა ჩაასხე. ხო, პრინციპში აბა რა უნდა. მე თუ არ მინდა რომ დავლიო და ჩემ ოჯახისევრები და მეგობრები დაალევნა, მაშინ რა უნდა ჩაასხე. აი შენი კლიენტი ვინ არის? ისე შენ გინდა იმის თქვა რომ ესე რომ გაქვს არაფერი არ იცლება ფაქტიურად თუ გაქვს ამის საშუალება რომ გაიტანო და იქ იგივე დაძველების და განვითარება ეს ღვინო სოცხალი არის თქვა ამერიკაში უკვე გვაქვს 3 წელი ჩვენი ღვინო ბაზარზე და ეხლა რო ვიკავი ჩასული ყველაზე კაი გონერობაში არის ეს ღვინო რომელიც პირველად იყო გაგზავნილი თუმცა სხვადასხვა საწყობები და სულ მოგზრობაში იყო და საერთოდ პრობლემა არ აქვს. და ეს ერთმანეთს უთანხმებს, თქვა აი ღვინოს გატანათ და საგამოფენო საგალერიო ცხოვრებას. ვიცი რაღაც ცვლილებები გაქვს ხო გალერეებთან მიმართ? აი ეხლა როგორი რამე მოხდა ეხლა 6 კვირის გასტროლი ქონა, აი ჩვენი ანსამბლი ზედაშის მექსი ჩანაწერი არის, ჩემი მეუღლე იგივე ადამიანები, რომელიც იმ საღამოთი 99 წელში ვიკავი, ჩვენ ეხლა ჩაწერის სტუდიო გვაქვს. უშვებდეს ჩანაწერები 6 კვირიანი გასტროლი ქონდა და ესე ვიკავი მოლაპარაკული გუნდთან მე საუქვები დაგეხმარებ ყველაფერში გავაკეთებ on ჩვენ უნდა ლექსები ჩავატარე ქართული ღვინის ისტორიაზე და იმ ლექსებზე მარტო ღვინო ქართველებისთვის ეს არ არის სასმელი ეს არის ერთი ნაწილი კულტურა ეს არის გულიც არის სული როგორ ეს გადაცემ ამერიკელ ხალხს გადაწყვეტილ რომ დეგუსტაციის დროს იქნება სიმღერა, იქნება ცეკვა, იქნება ისტორიკის კვაკუთილები და ასე შემდეგ. და UC Davis-ში არის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი, ღვინის სასწავლებელი არის და ზუსტად მან ჩავატარეთ ჩვენი 7 სხვადასხვა სახეობი, ჩვენი ქვევრის ღვინოები. გუნდი ემღეროდი, იცეკვოდი, პატარა აუდიტორია იყო და ნუ რაჩული ცეკვი იყო, კინა მაგიდაზე ავიდნენ მოცეკველები. და რეაქცია რა იყო? ო ეს ძალიან ცნობილი პიროვნებები და პროფესორებს სრემლები ქონა თვალებში. აი რა შეუძლია საქართველოს და ქართველობას არა. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ღვინო იყო ერთი გვაკლობოდი ქართული სამზარული, თორე ეს არ ქონდა ქართული არ ქონდა, მარტო აუდიტორია იყო, მარტო ღვინო და სიმღერა იყო, მაგრამ ეს სიმღერა ისტორია რომ ისავლენ ქართული ღვინის შესახებ და თვითონ საქართველოს შესახებ და კულტურის შესახებ ამ ღვინოსთან ერთად უკვე გახდა მაგისთვის მთელი ახალი სამყარო და უკვე ფიქრობთ მე როცა ახალი იმპორტერი არის დაინტერესებული რომელიმე ქვეყანაში მე ვამბობთ რომ მარტო ბოთლები რომ გამოგიგზავნათ და თაროზე დადგე ეს არ არის საქმე ჩვენ აუცილებლად უნდა ვასალობთ რა არის ქართველობა და მან შევა
ბევრი კომპონენტი. მაგ შორის ღვინო იქნება ერთ-ერთი ნაწილი კომპლექსში და დამთავრდა ეს გასტროლი, რომ ჩემი ოჯახური ჩვენ გვაქვს სამხატვრო გალერეა ამერიკაში, ვირჯინია შტატში და იქო ლამაზი საღამოთი ჩემთვის, ამიტომ გამოფენა იქო. ჩემი ნაჰათები დახატული სიგნალში კახეთში. მან იქო დეგუსტაცია ჩვენი ღვინოები და მან იქო გუნდი ანდა სიმღერე ღვინო და ჰელონება ერთად უკვე მოვიდა. აუღებელი ციხიდან აუღებელი ციხე არის თავად ეს ტრადიცია. თავად ეს რომ ყველაფერი შეიძლება აი დაანგრე, ყველაფერი შეიძლება დაიცვა, მაგრამ ეს აი სარამ სამი ქართველი კიდე მღერიან სადაც ეს იქნება აუღებელი ციხე. გაიხარეთ ჩემო კარგო და კიდევ ერთხელ საქართველოს საპირისპირო ჩემო ბატონო. ამ შენი არაჩვენები ხოხბისწრებლის რომელიც სიხარულის წრემლები ალბათ ხო მასია. კი, აბა. ამიტომ სიხარულის წრემლები არ მოგოკლოს ღმერთმა მწეს და შემდგომში. გაიხარეთ. გაუმარჯო საქართველოს. გაუმარჯო საქართველოს. აბა. ჩვენი რა გეგმები გვაქვს ახლა ორი სიტყვით რო ვთქვათ. გეგმები ესე დავაგზავნოთ ყველაფერი რაც დაცებულია. ჩვენ კიდე გვაქვს ინტერესი ტრადიციული ფარდაღები, ჰალაჩები, ხრირული, ხუცური საუბლა. ეხლა ჩემი მეგობარი უნდას რომ დაფუძნეს სკოლა სიგნალის რაიონის ბავშვებისთვის, რომ სკოლის შემდეგ შეიძლება მოვიდნენ ერთი დღე სიმღერა, ერთი დღე თქვა გალობა იყოს, ერთი დღე იყოს ხუცური საუბლა. იგივე ბრუნდებით ამ თავარი მომენტი რომ ქართველობა არის კომპლექსური აი კომპლექსი უნდა აიღე. იგივე მართლმადიდებლობა ხო ვერ ეთქვით რომ ეს მაცხობს და ეს ოთრომ რთულია, ეს კიდე შემეზე რამენაერე ეს არ არის მართლმადიდებლობა. აი ჭიშმარიტად არის ამით რომ სრულყოფი არის და ბევრი ელემენტებიდან არის შემგარე. მე ესე ფიქრობ რომ ადამიანი რომელიც მაგრად იცის ქართული გალობა და სიმღერა ან უყვარს თუ არ იცის მაინც რომ აფასებს. ჩანსი არ არის რომ მისთვის თავისი ქართული ჯიშიც და ქვევრის თემა არ იყოს საინტერესო. ანა ჩვენი ოჯახი და მეგობრები დაგზავნდნენ მოვაცილება რომ რაც არის ყველაზე მშვენიერი და ძვირფასი და გადარჩენილი ქართული კულტურაში რომ თუ ჩვენ არაფერს ვერ დავამატოთ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიკავით ეს მგოლი რომელიც რაღაცა დაიკარგა და გაწყდა და ყველაზე საინტერესოა რომ საუბრის დასაწყისში შენ თქვი რომ ტრადიციული ადამიანი ვარო იქაც ტრადიციული ყავ და ეძებდი ტრადიციულ ფორმას ხო ეძებდი ასე იყო არ გაკმაყოფილებდა იგივე ის ნიუ-იორკის ის სკოლა ხო საჩი ჩააბარე ეძებდი საბოლოოში ტრადიციასთან შეხება ხო ცოცხალ ტრადიციასთან არა ცოცხალ სიცოცხლესთან მოკლებულ ამ ხო რიტუალში გადასულ ტრადიციასთან ცოცხალ ტრადიციასთან შეხება ცოცხალი რო არის კი სათავე ცოცხალია ჯერჯერობით ხო შენ მაგას ამბობ ხო კი და ეს მე არ ვიცი ეს საიდან გამოჩნდა ჩემში მაგრამ ეს რო ჩემში დუღს და ცოცხალი არის ეს სიყვარული ტრადიცია ახლა როგორც ვიცი მამა შენის ახლა გარკვეულწილად ხმა ადამიანს უეძებს რაღაც კი მამა ჩემი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და არის უნივერსიტეტში ფილოსოფიური ფაკულტეტში სწავლობდა ყველაზე ძველი ჩვენი ამერიკის უნივერსიტეტში თომას ჯეფერსონი დაფუძნა და თქვა მეორე კურსის შემდეგ რომ აქ არავინ არ ეძებს ჭეშმარიტად მე всё დამთავრდა ჩემი აქ მოვაცილება დავთვალე უნივერსიტეტი და წავიდა თხეში თაში სოვრობდი კოლორადო და ვაიომინგში ზოგჯერ 3 თვე გავიდა სხვა ადამიანი ვერ შეხვდა და იქ ეძებდი მე ახლა თხეში მამაში ეძებდა იქ თხეში და შენ წამოხვედი საქართველოს მამა ჩემი დათვებთან და მე აქ მოვიდა გაცილებით უფრო кай სიტუაციაში შენ წამოხვედი ის სიგნალ დათვებთან რომელთაც სული იპოვე და ტრადიცია ჩვენი ჩემოსაყრელო მეგობარო აი ძალიან წდება ხა შენთან უნდა შევსყიდო საუბარი იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს აი მართა შენ ხა ძალიან საყვარელი და ძვირფასი საღამო გვაჩუქეს ყველას ასე მე მინდა გისურვო ყველაფერი ბედნიერება იმიტომ რომ მართაც არაჩვევი მხატვარი ხარ მართაც არაჩვევი მხატვარი ხარ პირველი დღიდან რაც გიცნობ მარაჩვევი ადამიანი ხარ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი ხარ ყველაფერი და რაც თავარია გიყვარს ჩემი სამშობლო მე მგონი ბევრ ქართველზე მეტადაც გიყვარს ჩვენი სამშობლო და უფრთხილდები იმ ძირებს რომელსაც მართაც მოფრთხილება ჭირდება და რაც არის მართაც ძალიან მნიშვნელოვანი და რაც არის ფასეული მთელი სოფლიოსთვის საქართველოსთან დანახული ასე დღეს დაგემშვიდობები გისურვებ სუბედნიერებას, ჯანმრთელობას, ახალწლსა და მომავალ ახალწლებშიც და იცავი გახარებული ჩემო. მე ძალიან მადლიერი ვარ დაფათიშებისთვის და მინდა გითხრათ რომ ნამდვილად მაჩარი ვიქავი თავიდანვე საქართველოში ჩამოვიდა როგორც ადამიანი არ ვიქავი ჩამოქალებული და აქ დავღვინდი როგორც პიროვნება და ეს არის დამსახურება ბევრი ჩემი ქართული უფროსი მეგობრები უცროსიც რომელიც
დამეხმარე რომ მაჩვენე როგორი სიყვარული თურმე შეიძლება ადამიანმა ისოვროდეს და მე აქ არ მოვიდე რომ ვიმის რამე ვასალო, ჩამოვიდე რომ ვისალო და ძალიან მადლიერი ვარ ყველა საქართველოს ქართველებისთვის და ქართულ ტრადიციებისთვის ამ დიდი სინაპრემა რომელსაც ეს ყველაფერი შექმნა და დიდი მადლობა. გაიხარა ჩემო კარგო. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და დავემშვიდობებით ჩემს არაჩვეულებრივ მართლაც სასწაულს სტუმარს. ნახვამდის, გაიგზავნებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.